იმერეთის მხარის მაჟორიტარობის 11 კანდიდატის ვინაობა ცნობილია. მაჟორიტარობის კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში წარადგინა. დღესვე ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. თორნიკე ხურციძე ისაუბრებს ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. თორნიკე, მოგესალმები და გისმენთ. 11 მაჟორიტარობის კანდიდატი იმერეთში პრემიერ-მინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ წარადგინა. წარდგენილ კანდიდატებს შორის არის რამდენიმე ახალი სახე. ქუთაისის 47-ე საარჩევნო ოლქში გამარჯვებისთვის გენადი მარგველაშვილი იბრძოლებს. 42-მერვე ოლქში ქართული ოცნებიდან დიმიტრი მხეიძე იქნება წარმოდგენილი, ხოლო 49 ოლქში ქუთაისში ყობან არჩემაშვილი. რაც შეეხება რეგიონებს, წყალტუბოში ცოტნე ზურაბიანი, ვანიხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი, თერჯოლა ტყიბულში ელგუჯა გოცირიძე, ბაღდათი ხარაგაულის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში გამარჯვებისთვის ქართული ოცნებიდან კობალ მურსმანაშვილი იბრძოლებს. საჩხერეში პაატა კვიჟინაძეა წარმოდგენილი, ჭიათურაში სულხან ვახათაძე, ზესტაფონის შალვა კიკნაველიძე, ხოლო რაც შეეხება სამტრედიაში გია მიქელაძე იქნება. დიდ მადლობას მოგახსენე. დარწმუნებული ვარ, თითოეული კანდიდატი ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს გუნდს და თქვენი ინტერესების ერთგული დამცველი იქნება საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ თავისუფალი საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. მოგიწოდებთ ხარი დაუჭიროთ თითოეულ მათგანს. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს ამ ბრძოლაში. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს. ღონისძიება ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ გახსნა, რომელმაც სიტყვით მიმართა შეკრებილებს. ვიცე-პრემიერმა განვლილი 4 წელი შეაჯამა. განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ გეგმებზე და ნაბიჯებზე, რასაც ქართული ოცნება გადადგამს უკვე გამარჯვების შემთხვევაში. ათასობით დევნილს საკუთარი ჭერი მივეცით. თუ დაბებში უნდა იყოს მუშაობა. ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალღონი არ დაგვიშურებია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ გაჭირვებულ ყოფას შეუმსუბუქებს. ჩვენ მომავალ 4 წელიწადში სამეწარმეო სულისკვეთება უნდა გავაძლიეროთ ქვეყანაში. უფრო მეტად უნდა ავამოძრავოთ ჩვენი ქვეყანა. მივცეთ ჩვენს ხალხს საშუალება და დავეხმაროთ, რომ თავად შექმნან, დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენ განათლების სისტემას შევსვლით ისე, რომ ახალგაზრდები მზად შეხვდებიან ცხოვრებას. საქართველოს ყველა კუთხე და ყველა სოფელი უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს უმოკლესი თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურით. ერთად ვიმუშაოთ, ერთად შევქმნათ ჩვენი მომავალი, ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საერთო სახლი, სწრაფი განვითარება. ესაა ჩვენი მისია. თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, ეს არის ჩვენი მიზანი. თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა, ეს ჩვენი გზაა. ამ გზას ჩვენ თქვენთან ერთად გავივლით. ქუთაისში დღევანდელი ღონისძიებით ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო. მაჟორიტარების წარდგენა რამდენიმე დღეში იგეგმება უკვე ზუგდიდში, სადაც სამეგრელოში ქართული ოცნებიდან გამარჯვებისთვის მებრძოლი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა გახდება ცნობილი. მადლობა. პირდაპირ ეთერში თორნიკე ხურციძე გვერდთვებოდა ქუთაისიდან.